დავუწყოთ. მოგესალმებით, ეს არის რიგით მეორე ვიდეო. არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა, რომელიც აქ არის მითითებული. შემოგთავაზებთ, დღეს გვექნება ფეხების დღე, გვექნება leg day იქნება. ამჯერად ვიქნები მარტო და შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარჯიშს, როგორც ვარჯიშობ ხოლმე ძირითადად რა. თავიდან გახურებით დავიწყებთ რა, ფეხების დღეს ველოტრენაჟორზე ხურდებით ხოლმე. რადგან სისხლი მივაწოდოთ ფეხებს, ტრავმის რისკისგან დაცული ვიქნებით. 1-5-10 წუთი შევხურდები ველოტრენაჟორზე და მერე უკვე დავიწყებთ უშუალოდ ფეხის ვარჯიშებს. ახლა შემდეგი ფეხების დღეს აუცილებლად ვაკეთებ ხოლმე პრესს. რომელსაც კუნთები გამაგრებული იყოს, სანამ ძიმე წონებით გავაკეთებ ვარჯიშებს. მატით დავიწყოთ. აქ აქცენტი არის მუცლის ზედა ნახევარზე. ასრულებთ მოკლე მოძრაობას, სანამ დაიწყებთ. ჰაერისგან დაიცალეთ და შემდეგ მოიხარეთ, დაჭიმეთ და მერე ნელა გადაიწიე უკან. უკანაც ბოლომდე არ დაწვეთ, რომ უნთი არ გაითიშოს. შემდეგი ცოტა გვერდებისთვის გავაკეთოთ. აქაც ჰაერი ამოვისუნთქოთ და ისე ერთ მხარეს შევტრიალდეთ, მერე მეორე მხარეს. შემდეგი უკვე ცოტა ისეთ ვარჯიში, სადაც მუცლის ქვედა ნაწილი იქნება ჩართული, რომელიც ფეხის ამოწევით უნდა შესრულდეს. მონაცვლეობით ჯერ ერთ მხარეს და მერე შევცვლი ხელს და ფეხს. პრესი სულ ეს არის. ახლა ფეხის ვარჯიშებზე გადავართ. ფეხის პირველი ვარჯიში გვექნება ფეხის გამშლელი მანქანა, რომელიც ახლა ჩემ ზომაზეა დაყენებული. თქვენ ზომაზე უნდა მოვარგოთ. ეს 20 გამეორება შესვენება. ეს 15 გამეორება. წონა გავზარდე 2 ფილით. მესამე მისვლაზე დავამატებ კიდევ ერთ ფილას და ისევ 15 გამეორებას შევასრულებ. ეხლა არის მეოთხე მისვლის ჯერი რა, ბოლო მისვლა არის. ამ ვარჯიშზე ერთ ფილას კიდე დავამატებ და შევეცდები ისევ 15 გამეორება შევასრულო. რამდენიმე წამით ასტრალში გავედი. აი, ეს ვარჯიშის დასრულდა. შემდეგი ვარჯიში აქვს ჩაჯდომები, მაგრამ აქამდე გასახურებლად მუხლები და მენჯირო ცოტა მოვამზადო, მაგ დატვირთვისთვის შევასრულებ ლანჯებს ადგილზე. ცალ-ცალ ფეხზე რა, მონაცვლეობით.
საკმაოდ ესეთია რა, ხურდება ძალიან და წვის მიმართ ტკივილის გაძლება ცოტა სული არის, მაგრამ ესეც საჭირო არის შემდგომი ვარჯიშის თვის მოსამზადებლად. აი, ჩაჯდომების დროა ახლა და პირველ მისვლას 10 კილოგრამს დავაყენებ ცალხარეს 40 კილოგრამით გავაკეთებ პირველ მისვლას. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ არხი და ბევრ საინტერესო ვარჯიშს ნახავთ. ესეთებიც ხდება ხოლმე რა. ეხლა 40 კილოგრამი ვერ დავდე ამაზე. რაღაცაზე ჩავფიქრდი, ფიქრმა წამიღო და ხდება ხოლმე. კაი, შემდეგი მისვლა, ესეც 12-დან 15 გამეორებამდე შევასრულებ. იგას. აი, ახლა განსაკუთრებით ყურადღებით ვიყავი რა წონა დამედო. აქ უკვე ამ წონაზე ვაპირებ გაჩერებას და ამიტომ ამ ზღვევებს თუ დამცავებს გავუკეთებ. 100 კილოგრამი არის და ამაზე შევეცდები 3 მისვლა გავაკეთო. გამეორება ალბათ 10-დან 12-მდე. ან ბოლო მისვლაზე შეიძლება 8-დან 12-მდე გამოვიდეს. გავუწყოთ. რო გავჩერებულიყავი, ვეღარ გავაკეთებდი. კარგი იყო. იგას. ჩაჯდომების დასრულდა დღეს. ამ ვარჯიშზე შედარებით წიმე წონა კეთდება უფრო მარტივად ვიდრე ჩაჯდომებზე. ამიტომ ესე თვითონ 50 კილოგრამია 120 კილოს ვამატებ ზემოდან. და პირველი მისვლისთვის ნორმალური წონა არის. მერე დამატება შეიძლება. მანქაც შევასრულებ სადღაც 3 მისვლას 12-დან 15 გამეორებამდე. ან შეიძლება უფრო მეტიც. ნახოთ. საკმაოდ რთული იყო მე-15 აწევა. წონას დავამატებ 40 კილოგრამ ჯამში.
ხი მომეკეცა. ეგ არის, რამდენი გამოდის? 100 კილოგრამი არის აქეთ, 100 არის იქით და 50-ია შუაში. გავწუროთ მაქსიმუმზე. მაქსიმუმთან მიახლოებულამდე. შენი. ერთიც. გაიშვ. 11. მიგ დამეჭიმა ძალიან წვირი. ეგ არის. ეს მოვჭით. კაი, ეხლა არის უკვე წვიების დრო. აზრით ორ ვარჯიშს გავაკეთებ. პირველი იქნება ეს ჰამერის მანქანა და მე მეორეს გეტყვით. ცოტა ფეხები მეკეცება, მაგრამ მე უშავს. აი, აქ უნდა დავამატო. ზონა. თიანებს დავაყენებ. ამ ზონაზე გავაკეთებ 3 მისვლას. აქ ამას ცოტა უფრო ნაკლები შესვენება ჭირდება. 1 წუთი დაახლოებით. აი, აქ უკვე შესვენების დროს დავინიშნა 45 წამს. და 2 მისვლას გავაკეთებ კიდევ. всё, ეგ არის. 4 მისვლა იყო. ახლა გადავა შემდეგ წვივის ვარჯიშზე, სმიტზე შევასრულებ დგომში. თუ ვინმე არ მიმასწრებს. წავედით. ვინც ვიდეოს აქამდე უყურეთ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ასევე კარგი იქნება თუ გამოიწერთ არქს. სხვა განსხვავებულ ვიდეოს ჩავწერ, ესე დამოუკიდებლადაც და კიდე სხვა მოვარჯიშეებთან ერთად, სხვა სპორტსმენებთან, ათლეტებთან, მწვრთნელებთან ერთად და ძალიან საინტერესო იქნება სხვების ტექნიკების და ინფორმაციების გაზიარება და სხვა საერთოდ სხვისი ვარჯიშის ნახვაც. ასე რომ გამოიწერეთ. ეხლა რაც შეეხება ამ ორ ვარჯიშს, წვივებისას ამას და წინა რაც გავაკეთე. ნან სხვაობა ჩემს შემთხვევაში არის ის, რომ იმ მანქანაზე უფრო მეტად წვივების უფრო აი გარე ნაწილი ჩემს შემთხვევაში უფრო კარგად იგრძნობა და თითქოს მოსამზადებელი ვარჯიში არის რა ამ ვარჯიშისთვის და ამ ორი ვარჯიშის კომბინაცია მთლიანად მოიცავს წვივის უკანა ორივე კუნთს და საკმაოდ კარგ შედეგს მაძლევს. ასევე ხო, ზურგის და ბიცეპსის ვარჯიშის ვიდეო მაქვს ჩაწერილი და ვისაც დაგაინტერესებთ, ეგეც შეგიძლიათ ნახოთ. ახლა გავაგრძელებ ეს ბოლო ვარჯიშია და ამით დავასრულებ. ამ შემთხვევაში ამ ვარჯიშის აქცენტი მაქვს წვივების შიდა დიდ ნაწილზე, კუნთზე, ამიტომ ცერათითებს ვაწვევი აწევის დროს.
მუხლებში ოდნავ მუხარეთ ფეხები. ზევით შეაჩერეთ. თავიდან სრული მოძრაობით შეასრულეთ და მერე თანდათან მოძრაობა შეამოკლეთ. ახლა ბოლო მისხოზე კიდე დავამატებ წონას და ამით დავასრულებ. ეს წვივის კუნთი არის ისეთი, რომელსაც ორივენაირი დატვირთვა ჭირდება, რომ გაიზარდოს. უფრო სწორად სამნაირი. ერთი ის, რომ ბევრი გამეორება უნდა შეასრულოთ, მეორე ის, რომ მძიმე წონაც უნდა შეასრულოთ და მესამე ის, რომ უფრო ხშირად უნდა გააკეთოთ, რომ ადაპტირდეს. პირადად მე ფეხის კუნთების სხვა ნაწილებთან შედარებით არ მაქვს განვითარებული. იმიტომ რომ სხვა კვადრიცეპს და ბარძახს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდი ხოლმე და რჩებოდა ეს წვივები ისე რა, რომ ყოველთვის არ ვაკეთებდი ხოლმე. რადგან ძალიან ვიღლებოდი ფეხის სხვა ვარჯიშების გამო. და საერთოდ სასურველია, რომ კვირაში ორჯერ მაინც გააკეთოთ რა, რამე შედეგი რო გქონდეთ. ბევრად მეტი შრომა ჭირდება წვივების განვითარებას ვიდრე სხვა კუნთებს. შესვენებას დიდი ხანი არ ჭირდება რა, უფრო სწრაფი აღდგენა აქვს, რადგან პატარა ზომის კუნთია და მალე დავიწყოთ. ეგარი. კარგი იყო, რავი, ნორმალური დღე გამოვიდა ფეხის დღისთვის. უფრო ინტენსიური შეიძლებოდა და შემდეგში იქნება კიდევაც. ასე რომ, მოკლედ დღევანდელი ვარჯიშის ვიდეო სულ ეს იყო. მადლობა ყურებისთვის. ამოიწერეთ არხი. ძალიან მალევე კიდევ შემდეგი ვიდეოც იქნება და რავი, თვის განმავლობაში რამდენიმე ვიდეო ჩაიწერება რა, ასე რომ მოგყევით, გვიყურეთ და რავი, შეიძლება დაგაინტერესოთ რა. მადლობა კიდევ ერთხელ.